მოგესალმებით, მიესალმები რადიო კახეთის ხმის და Facebook გვერდის მსმენელებს, მე ჟურნალისტი მაკა ხაზიური ვარ. გადაცემა ღია ეთერი კვირაში ორჯერ გადის ეთერში და ჩვენ ვსაუბრობთ კახეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობა და გააქტიურება. გადაცემის სტუმარი სიღნაღელი ახალგაზრდა სოფიკო ბაბალაშვილი იქნება, რომელიც ხაზზე არის. სოფიკო, მოგესალმებით, გესმით ჩვენი ხმა. დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. დიდი მადლობა, რომ გამონახეთ ჩვენთვის დრო და გვერდთვებით გადაცემაში. დავიწყოთ საუბარი, მოგვიყევით თქვენ შესახებ, საიდან ხართ, რა საკეთებთ, როდიდან დაიწყეთ აქტიურად სხვადასხვა პროექტებსა და აქტივობებში მონაწილეობის მიღება და რა შესაძლებლობები და გამოცდილება მოგცეთ ამან. ხო, პირველ რიგში კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით. მე ვარ სოფიკო ბაბალაშვილი, როგორც უკვე ახსენეთ, ვარ სიღნაღის მუნიციპალიტეტიდან. მას შემდეგ, რაც დავამთავრე სკოლა, გადავედი საცხოვრებლად თბილისში, სასწავლებლად და შემდეგ მომიწია, რომ მუშაობაც იქ გამეგრძელებინა. მაგრამ ეს 2025 წლიდან მოხდა ესე, რომ დავბრუნდი უკან საცხოვრებლად ჩემს მშობლიურ სოფელში. და ჩემი დიდი სურვილი არის, რომ წვლილი შევიტანო ადგილზე რაღაც პოზიტიური სოციალური ცვლილებების განხორციელებაში. რაც შეეხება ძალიან მოკლედ ამ პერიოდის განმავლობაში თბილისში ვიყავი, რა თქვა, რა გამოცდილებები დამიგროვდა. ჩართული ვიყავი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში, მუშაობდი უბრალოდ და ჩართული ვიყავი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დაფინანსებულ პროექტებში, რომელიც ეხებოდა სოფლის განვითარებას, სოფლის მეურნეობის განვითარებას, მდგრად განვითარებას. გარდა ამ თქვა სამსახურეობრივი საქმისა, ასევე სკოლის მოსწავლეობიდანვე ყოველთვის ცდილობდი, რომ დამატებით თქვა ექსტრაკურიკულურ აქტივობებშიც ჩართულიყავი. და ისევ თქვა ამ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დამსახურებით არსებობდა ბევრი პროგრამა, პროექტი, რომელმაც ფაქტობრივად გაუნარები და ცოდნა, კონტაქტებიც ახლა გამაჩნია. ფაქტობრივად უმეტესი ნაწილი აი ამ პროგრამებში და პროექტებში მონაწილეობის დამსახურებაა. გასაგებია, როგორც აღნიშნეთ, სხვადასხვა მიმართულებით მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება გაქვთ დაგროვილი, აი კონკრეტულად რომელმა პროექტმა და აქტივობამ იქონია თქვენზე დიდი გავლენა, აი ამაზეც რომ მოგვყვეთ. ერთ-ერთი პირველი მაგალითი, რაც შემიძლია გავიხსენო, ის 2017 წელს, როდესაც მონაწილეობა მივიღე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მხარდაჭერილ პროექტში. ეს იყო პროგრამა მრავალფეროვნების სკოლა, რომელიც გვაერთიანებდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ახალგაზრდებს და სწორედ აი მაშინ გავიგე უფრო მეტი, რას ნიშნავს ეს სამოქალაქო აქტივიზმი, რა როლი გვაქვს ახალგაზრდებს ჩვენი თემის, სოფელი იქნება თუ ქალაქი განვითარებაში და ასევე ზუსტად მაშინ შევიძინე ასე პირველი თანამოაზრეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. აქ არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა, რაც მიმდინარე მოვლენებსაც, პოლიტიკურ მოვლენებსაც კარგად ეხმიანება ქვეყანაში, რომ აი ეს საერთაშორისო პროგრამები, პროექტები, რომლებიც ზუსტად დასავლელი პარტნიორებისგან ფინანსდებოდა, არა მარტო ჩემზე, არამედ ძალიან ბევრ ახალგაზრდაზე უდიდესი გავლენა მოახდინა და ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს რაღაცა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საზოგადოების რაღაც ნაწილი დასავლელი პარტნიორების ასე ვთქვათ მხარდაჭერის სიკეთეს. ამას ეს ქვეშ ვაყენებენ, მე ძალიან გული მტკივა ხოლმე ამასთან დაკავშირებით. იმიტომ რომ სულ ყველაფერს თავი დავანებოთ რაღაცა ტექნიკურ ცოდნას და ტექნიკურ უნარებს, მე პირადად ამ პროგრამებმა გამომიმუშავა ისეთი უნარები, როგორც არის ემპათია, მოსმენა, სხვების მხარდაჭერა, ზუსტად აი ეს გულანთება, რომ შენ როგორც სოფლის ნაწილს, ან რაღაცა თემის ნაწილს, პასუხისმგებლობა გაქვს, რომ მოუარო, იზრუნო ამ თემზე და შენ წვლილი შეიტანო მის განვითარებაში და მე ვთვლი, რომ მე რო დღეს ეს რაღაცები მაწუხებს, ეს დამსახურება არის სწორედ ამ პროექტებში და პროგრამებში მონაწილეობის. გასაგებია, როგორ უზიარებთ სოფიკო მიღებულ გამოცდილებას და ცოდნას სამიზნე აუდიტორიას და თქვენი აზრით რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების გააქტიურება და სამოქალაქო ჩართულობა? სანამ უშუალოდ გავცემდე პასუხს ამ კითხვას, ესე იგი ჩვენ საუბარი გვაქვს ახალგაზრდებზე, ამიტომ არ შემიძლია უბრალოდ არც სამოქალაქო პასუხისმგებლობა და არც ჩემი რაღაცა პიროვნული პასუხისმგებლობა უფლებას არ მომცემს, რომ არ ვთქვა, რომ ზუსტად დღეს
ახალგაზრდები არიან დაჭერილი, იმიტომ რომ მათ ზუსტად სამოქალაქო აქტივიზმი და აქტიური მოქალაქეობა გამოავლინეს, ამიტომ ჩემი სოლიდარობა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა ციხეში არიან და თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა მარტო ახალგაზრდებს, რა თქმა უნდა, არა ახალგაზრდებსაც, მოკლედ ყველას. იმიტომ რომ ეხლა ეს ადამიანები, რა ვიცი, თავის მომავალ კარიერაზე, პიროვნულ განვითარებაზე, რაღაც ახალი ცოდნის მიღებაზე უნდა იყვნენ ორიენტირებული, მაგრამ სახელმწიფომ სამწუხაროდ სხვა ალტერნატივა შესთავაზა ამ წუთას. რაც ეხება ეხლა მე როგორ ვიზიარებ, ანუ ერთ-ერთი მოტივაცია, რატომაც მე დავბრუნდი თბილისიდან საცხოვრებლად ჩემს სოფელში გარკვეული პერიოდით, სიმართლე გითხრათ, ესეც იყო, რომ მე თქვათ ამ წლების განმავლობაში რა ცოდნა დამიგროვდა, რა გამოსულდა, რა კონტაქტები მინდოდა, რომ ჩემს თემში ცხოვრების სხვა ახალგაზრდებისთვისაც გამეზიარებინა. და ნუ გარკვეულ პრობლემებს წავაწყდი ამასთან დაკავშირებით, თუმცა მაინც არ ვკარგავ იმედს, რომ მაინც მომეცემა ამ ახალგაზრდებთან მუშაობის საშუალება. ეს რაც შეეხება ჩემს კონკრეტულ თემს, თორე ისე ზოგადად შეხება მაქვს ხოლმე სხვადასხვა ორგანიზაციებთან, რომელთა დახმარებითაც ჩავდივარ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ვატარებ ვორქშოპებს, ტრენინგებს, შეხვედრებს ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა თემატიკაზე, როგორც გარემოდაცვის თემაზე, ისე აქტივიზმზე. მე ჩემი პიროვნული დაკვირვებები, გამოცდილებებიც მაქვს, ვცდილობ ხოლმე რომ მათაც გავუზიარო. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები მეტად იყვნენ ჩართულები სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და აქტივობებში და რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობა ამაზეც რამდენიმე წინადადებით და შემდეგ უკვე სხვა კითხვაზე გადავალთ. კი ბატონო. ნუ რატომ არის მნიშვნელოვანი? იმიტომ მნიშვნელოვანი, რომ ახალგაზრდები ვართ საზოგადოების ის ჯგუფი, რომლებსაც მოგვიწევს, რომ კიდევ უფრო დიდი დროით ვიცხოვროთ გარკვეულ თემში თუ გარკვეულ საზოგადოებაში თუ ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენი პრიორიტეტიც არის, რომ გქონდეს უკეთესი ქვეყანა, უფრო ვთქვათ, კეთილდღეობით გამორჩეული, უფრო სამართლიანი, დაცლილი კორუფციისგან და ყველას თანაბარი საშუალება გქონდეს ჩვენ ქვეყანაში პიროვნული პოტენციალის გამოვლენის. და ან რადგან ხო და ჩვენ ვართ ის ადამიანები ახალგაზრდები, რომელსაც მოგვიწევს, რომ კიდევ უფრო დიდი ხნით ვიყოთ ამ საზოგადოებაში, ჩემი აზრით ჩვენ დიდი წვლილი გვაქვს, რომ ხო და იმგვარად შევცვალოთ ეს საზოგადოება, რომელიც უფრო კარგი იქნება არა მარტო ჩვენთვის, პიროვნულად, არამედ მთელი საზოგადოებისთვის და სიკეთე შექმნის არა მარტო გარკვეული ელიტური ჯგუფებისთვის, არამედ ყველასთვის. და რაც მოკლედ ადრეული ასაკიდანვე ჩავერთვებით ამ აქტივიზმში, მით უფრო ჩემი აზრით ხელშესახებ შედეგებს გამოვიწვევთ. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. რა არის თქვენთვის მოხალისეობა? ამაზე რომ ვისაუბროთ და რატომ უნდა იყოს ახალგაზრდა მოხალისე, ადამიანი მოხალისე და დღეისთვის ახალგაზრდებში რამდენად პოპულარულია ეს თემატიკა? ზოგადად ანუ მოხალისეობას ბევრი განმარტება შეიძლება გქონდეს, მაგრამ ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი განმარტება მოხალისეობის არის ზუსტად ეგ, რომ შენ როგორც ერთი კონკრეტული ინდივიდი გაქვს პასუხისმგებლობა და რაღაცა შინაგანი პიროვნული შეგრძნება, რომ შენ არ ხარ მარტო, შენ ხარ საზოგადოების წევრი და შენ მარტო შენი პირადი კეთილდღეობისთვის კი არ უნდა და პირადი ეკონომიკური კეთილდღეობისთვის კი არ უნდა იმუშაო, არამედ შექმნა სოციალური სარგებელი სხვებისთვისაც, შენი თანასოფლელებისთვის, შენი რეგიონისთვის, შენი ქვეყნისთვის და რა ვიცი, ზოგი ნუ გლობალურ დონეზე მუშაობს და სიკეთებს ქმნის გლობალური მასშტაბით. ჩვენთვის ეს არის მოხალისეობა, როდესაც შენ ემპათიას იჭერ, მხარდაჭერას იჩენ სხვა ადამიანების მიმართაც და არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ სოციუმის და ყველა ამ სოციუმში შემავალი ყველა ადამიანისთვის გარკვეული თუნდაც მცირედი სიკეთების შექმნაზე მუშაობ. ეს სიკეთე შეიძლება იყოს ის, რომ იბრძოლო, რომ ყველასთვის სამართლიანი იყოს გარკვეული გადაწყვეტილებები, ყველას ხელი მიუწვდებოდეს განათლებაზე, ჯანდაცვაზე და არ იყოს ეს მხოლოდ გარკვეული ელიტური ჯგუფებისთვის, ან ვისაც ძალაუფლება აქვს იმ ადამიანებისთვის. დიახ, თქვენ აღნიშნეთ, რომ სხვადასხვა, ასე ვთქვათ, რეგიონებში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში აქტიურად ხართ ჩართული სხვადასხვა მიმართულებით, აქტივობებში. თქვენი აზრით, აი ამაზეც რომ ვისაუბროთ, ახალგაზრდებში რამდენად პოპულარულია ეს თემატიკა? რამდენად არიან დაინტერესებულები იგივე მოხალისეობით?
ხო, სამწუხაროდ ზუსტ სტატისტიკურ მონაცემს ვერ მოგიყვანთ ახალგაზრდების რამდენი პროცენტია ესე ჩართული მოხალისეობაში, მაგრამ კიდევ ერთხელ ან ჩემი დაკვირვებით, აი ერთ-ერთი მთავარი ხელშესახების შედეგი ზუსტად აი ამ პროგრამების, პროექტების, რაც წლების მანძილზე ხორციელდებოდა საქართველოში, ესეც არის, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა გახდა მოტივირებული უფრო მეტად, რომ თქვათ, ჩაერთონ ამ მოხალისეობაში, შექმნან ეს სარგებელი და სიკეთეები თავიანთი თემისთვის, განახორციელონ სათემო აქტივობები და რა ვიცი, თუნდაც ძალიან ელემენტარული დაწყებული რაღაც დასუფთავების აქტივობებიდან, დამთავრებული რაღაცა საქმემოქმედო კამპანიებით, გარემოსდაცვითი ქმედებებით და ასე შემდეგ. ანუ კიდევ ერთხელ ვერ გეტყვით რაიმე ზუსტ სტატისტიკურ მონაცემს, მაგრამ ჩემი აზრით რაღაც ნაწილში ახალგაზრდების ეს ძალიან აქტუალური და ხელშესახებია. გასაგებია და ბოლო კითხვა სამომავლო გეგმებზე რომ ვისაუბროთ, რა არის თქვენი სამომავლო გეგმები და სად წარმოგიდგენიათ თქვენი თავი რამდენიმე წლის შემდეგ? სამწუხაროდ ძალიან არაპროგნოზირებად გარემოში ვცხოვრობ და ძალიან ძნელი არ ვიცი წინასწარმეტყველო ზოგადად ან ფიზიკურადაც რამდენად ჯანმრთელი იქნები უახლოეს მომავალში, არა ციხეში ხო არ იქნები ადამიანი, თქვათ. მაგრამ მე წარმომიდგენია ყოველთვის ჩემი თავი რომ რაღაცა გარკვეული პერიოდით ახალგაზრდულ ჯგუფებთან ვმუშაობ ჩემს თემში და იმ რაღაც გამოცდილებას, კონტაქტებს, რაც დამიგროვდა ამ წლების განმავლობაში, ვახმარ ჩემი სოფლის და მუნიციპალიტეტის განვითარებას. გასაგებია, რამეს თუ არ დაამატებთ, დაგემშვიდობებით. ხო, არა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და კიდევ ერთხელ დავასრულებ ჩემი სოლიდარობით რეჟიმის ტყვეების მიმართ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა, დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ. მადლობა, კარგად ზენდებოდეთ, ნახვამდის. დიდი მადლობა, მე კი მაყურებელს შევახსენებ, რომ საუბრობდით თემაზე, რა მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობას, ამ დროისთვის გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.